სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ამინ. ჩვენთან არის ღმერთი. კიდევა და მადლობა ღმერთს. კიდევ ერთხელ მოგვიყვანა ქრისტეშობის დღესასწაულამდე და ჩვენ ამ ღამით სადღესასწაულო წირვას შევასრულებთ ღვთის მადლით. ჩვენ არაერთი სახარებიდან არაერთი მონაკვეთი მოისმინეთ სამნობის დროსაც, შემდგომ წირვის დროს. ზოგადად დაგახსენეთ. იმპერატორი ავგუსტუსის მიერ იქნა გამოცემული ბრძანება. აი როგორც ახლა დღეს მოსახლეობის აღწერა მიმდინარეობს, რომ გავიგოთ რამდენი ვართ. რომის მიერ იყო დაპყრობილი იუდეა და მან გამოსცა ბრძანება, რომ იუდეაში მოსახლეობა აღეწერა. ამიტომ ყველამ იმ ადგილს მიაშურა, საიდანაც ის იყო, რომ მისულიყო და ჩაწერილი. და როგორც დავით მეფის შთამომავალი, მართალი იოსებიც და ხალწული მარიამიც მიდიან ბეთლემში, რადგან ბეთლემი დავით მეფის ქალაქია, დავით მეფსალმუნის. თქვენ იცით, რომ იქ მათთვის ადგილი არ აღმოჩნდა არც ერთ სახლში და ამიტომაც ბეთლემთან ახლოს გამოქვაბულში, სადაც უამინდობის ჯამს წემსები თავის ცხვრის ფაროს ღამეს ათევინებდნენ ხოლმე, იქ დამკვიდრდნენ იმ ღამით და სწორედ იქ იშვა უფალი. ახლა რომ დავფიქრდეთ, აი უბრალოდ ღმერთი მოვიდა ადამიანად და განა ღმერთისა არ იყო ყველაფერი, ვინ გაბედავდა ღმერთისთვის სახლის კარი არ გაეღო. აი უბრალოდ რომ დავფიქრდეთ. თუ ამას თავად ღმერთი არინებებდა. დაუცარი ამბავი, აი რამხელა სიმდაბლეა ღმერთის ამდაბლობა, აი გვარიც რო არა აქვს და ენაც რო ვერ იტყვის და ვერ ძგონება რო ვერ ჩასწრებს. ღმერთი თავის შექმნის სამყაროში მოვიდა. თავის მიერ შექმნილ ადამიანს ნებას რთავს, რომ კარი არ გაუღონ და სახში არ შეუშვა. შემდეგ რაც მოხდა, რომ ჯვარს ეცვა სწორედ ამ ადამიანის ხელით, ეს კიდევ მწვერვალია სიყვარულისა და თამდაბლობის ხანდა. აი ამ კონკრეტულ შემთხვევაში. ასე ინება, რომ ასე დაბადებული იყო გამოქვაბულში და ჩვენთვის უბრალოება ესწავლება. ჩვენთვის ეს ესწავლებინა. არა მარტო სიტყვით გვასწავლა მან უბრალოება, არამედ ჯერ თავისი საქმით გვასწავლა. და იშვა იმ გამოქვაბულში, სადაც ცხოველებს ღამეს ათევინებდნენ. მიაწვინეს იმ ბაგაში, სადაც ცხოველებს აჭრან. და ანგელოზები გამოეცხადნენ წყემსებს, რომლებიც ცხვრის ფარას დარაჯობდნენ და ახარეს, რომ იშვა სამყაროს ძნელი, რომელსაც იესოს დაარქმევენ, რომელიც იხსნის თავის ერსო. და იესომ ხსნას ნიშნავს სწორედ. შემდეგ, როდესაც აღმოსავლეთიდან მოგვები მოდიან და მათ მოაქვთ ძვენი, ოქრო, გუნდრუკი და მური, ამას ვიტყვით, რატომაც ეს რარწმენა გამოხატეს. ისინი უჩვეულო ვარსკვლავს მოჰყვებიან. მათ ლოცვაში ასეთი რამ წერია, საშობაო ლოცვაში, რომ რომელიც ვარსკვლავს სამსახურებდეს, ვარსკვლავისაგან ისწავლის თაყვანისცემა შენი. ანუ ნახეთ რაზეა ლაპარაკი. ისინი ვარსკვლავთ მრიცხველები იყვნენ, ვარსკვლავის აკვირდებოდნენ და ღმერთმა თავის სფეროში დაანახვა ღმერთი და მათ იქ ამოიწნეს, რომ ღმერთი უნდა დაბადებული. სამყაროს მხსნელი უნდა შობილიყო, თორემ მათ ყველა ვარსკვლავი ზედმიწევნით იცოდნენ, ამას სწავლობდნენ. აი ესე როგორც მაგალითად რო შევადაროთ, ესე იგი პარალელი გავავლოთ. მოციქულები მეთევზეები იყვნენ და სწორედ თევზჭერის დროს დაანახა მათ თავისი დიდებულება, რომ სადაც შეუძლებელი იყო თევზის დაჭერა, მათი გონებით, მათი გამოცდილებით. სწორედ იქ დააჭერინა იმდენი თევზი, რომ მათ წარმოდგენა არ ჰქონდა.
და რომლებიც ვარსკვლავს მსახურებდნენ, სწორედ ვარსკვლავის მეშვეობით ისწავლეს ღვთისთაყვანისცემ. ანუ აქ რაზეა ლაპარაკი? თითოეულ ჩვენთაგანს, ესე იგი, იმ სფეროში დაგანახვებს თავს, თუ გულწრფელი ხარ, რასაც აკეთებ, რასაც საქმიანობ, იქაც დაგანახვებს თავს, ესე რომ ამაზე უნდა დაფიქრდეს. მოდიან ესენი იერუსალიმში და კითხულობენ, სად უნდა დაბადებულიყო მეფე. და მე როგორც გუშინაც ვთქვი, ვისაც ძალიან ეჭვიანი კაცი იყო ეს მეფე ჰეროდე, ამიტომ რადგან გაიგო რომ მეფე უნდა შობილიყო, მან გადაწყვიტა რომ მოეკლა ყველა, ოღონდაც იმ ყველაში ერთი მაინც ის ყოფილიყო, ვიზედაც ამბობენ რომ მეფე უნდა იყოს. და ეუბნება ამ მოგებს რომ წადით, ჯერ გამოკითხა იქ უხუცესები, მწიგნობრები, ვინც იცოდნენ ძველი აღთქმის წიგნები, წინასწარმეტყველებები არსებობდა ამის შესახებ. ზუსტად იყო მითითებული ჟამი, როდესაც უნდა დაბადებული. მაგალითად, ერთ-ერთი წინასწარმეტყველება ასეთი იყო, რომ როდესაც იუდეაში მეფე იქნებოდა არა იუდას შთამომავალი, არამედ სხვა ტომის, მაშინ მოხდებოდა ქრისტეს მოსვლა. ასევე დანიელის წიგნში არის ნათქვამი, აი რასაც იქნა ამოკითხული ის წინასწარმეტყველება. და ეს მეფე ჰეროდე არ იყო, იგი იუდას შთამომავალი, არამედ ედომიელი იყო. ედომი იყო ესავ, იაკობის ძმა. ედომი დაერქვა შემდეგ წითურ მის გამოც. და ესენი ძმათა შთამომავლები იყვნენ იდუმიელები და ისრაელიანები, მაგრამ ისინი ისტორიულად წრები იყვნენ ერთმანეთის. და სწორედ ეს იდუმიელია მეფე ჰეროდე. და მან როდესაც გაიგო რომ სადღაც მეფე უნდა დაიბადოს, იგი ეუბნება ამ მოგებს რომ წადით, ჭეშმარიტად გამოიკითხეთ იმ ყრმის ამბავს, ანუ ნამდვილად დაადგინეთ სად არის რომ მეც მივიდე და თაყვანისცე მას. მოგები როდესაც წავიდნენ და ეს მზაკრული მოისმინეს, თუმცა მათ არ იცოდნენ რომ ეს მზაკრულია, საიდან მოსწოდნენ. მათ ანგელოზი გამოეცხადება და ეთქვეს რომ როდესაც იპოვიან, სხვა გზით უნდა წავიდნენ. ჰეროდესთან აღარ უნდა შეიარონ ესე რომ თქვა და არ უნდა უთხრან სად არის. და ამის გამო გაწმილებული ჰეროდე ვემიცით რომ ბეთლემში და მის შემოგარენში თუ სადმე იმასაკის ბავშვი ეგულებოდა 2 წლის და უფრო ქვემოთ. როგორც მან გამოითვალა რომ ასე უნდა დაბადებულიყო იმ მოგვებისგან როგორც მოისმინა. ყველა ბავშვი დაახოცინა და 14,000 აღწევდა ეს რიცხვი, 14,000 შვილი. და მიდიან ეს მოგვები მაცხოვართან იმ ვარსკვლავის მეშვეობით და შესწირავენ ოქროს, გუნდრუქს და მურს. ოქროს როგორც მეფეს და მართლაც მეფეა და ყოველგვარი მეფობის საწყისი. როგორც ღმერთს შესწირავენ გუნდრუქს, ანუ საკმევოს, როდესაც საკმევოს ანთებთ ხო ღმერთს წირავ, თუმცა ეს საკმეველიც ის ანთელიც ეს არის ამავე დროს ყველაფერთან ერთად სიმბოლო ჩვენი ლოცვისა. აი რომ ადამიანი გულმხურვალედ უნდა ლოცულობდეს ღვთის მიმართ. ახლა მაგალითად საკმევოს რაზე ვადებთ, ხო აი სახში ხო საკმევოს ანთებთ, ნახშის გავაცხელებთ და იმაზე ვადებთ. აი ცივ ნახშიზე დაგიდიათ საკმეველი, ან თუ დაგიდიათ ის არ მიდის, არსად არ მიდის, არც არაფერი არ მოდის, ვერ გაგულდება, ვერ გაცხელდება. ცივი გულიდან ლოცვაც არ მიდის. გულმხურვალედ უნდა იყოს ნალოცი, ვილი გულით უნდა იყოს ნალოცი და ასე უნდა წავიდეს. იმიტომაც აი სულ ვამბობ ხოლმე ტაძარში, რომ აი ჩვენ რაღაცნაირად შევქმნათ აქ ყველამ ერთად, მე ამას მარტო როგორ ვიზავ, ყველამ ერთად შევქმნათ ის გარემო, რომ აქ რაღაცა იმ მყუდროდ შეიძლებოდეს ლოცვა, რომ ადამიანს იმ ლოცვით, რასაც მე დავითნე ამბობს, რასაც მთელი ამბობს თუ გალობენ, რომ ადამიანს გული გაუთბეს და ასე შეეძლოს ლოცვა, რომ ასე წავიდეს ღმერთამდე ეს ლოცვა. საკმეველი შეწირეს, ანუ გუნდრუკი როგორც ღმერთს და მური შეწირეს როგორც ადამიანს. ოღონდ მური ეს არის ძვირფასი მოსაწყებელი. შემურავდნენ ხოლმე გარდაცვლილ ადამიანს
დაკრძალვის წინ მენასაცხებლე დედათა საქმიანობა სწორედ ეგ იყო. გარდაცვლილ ადამიანს მურით შეზელავდნენ ძვირფასი მენასაცხებლით და ასე დაკრძალავდნენ. ამით რა გამოავლინეს რა რწმენა, რომ ის ვინც იქ დაიბადა ჩვილი, ის იყო მეფეც, ის იყო ღმერთიც და ის იყო ამავე დროს ადამიანი. აი ეს რწმენა გამოავლინეს მათ. ახლა ესე იგი ქრისტეშობის დღე რომ მოდის, ჩვენ იმაზეც უნდა დავფიქრდეთ, რომ ჩვენ თუ შევძლებდით მაშინ რომ ბეთლემის მოსახლეობა ყოფილიყავით, ჩვენ თუ შევძლებდით მისთვის კარის გაღებას. ახლა ჩვენ რო გვწოდნოდა რომ სამყაროს მხსნელი მოდის, მაშინ ყველა ღიას დატოვებდა კარის, მაგრამ აი როგორ არის ესე იგი. ძირითადად როგორ არის? თუ სადმე დაბადების დღეა, ქორწილია, თუ რაღაც ისეთია, არის დახურულია, დაკეტილი თუ არა, დახურული მაინც არის, ხო? როდესაც ხინის დღეებია, კარი დახურული. მაგრამ როდესაც ჭირის დღეებია, კარი ღია. აი მე ამაზე მიფიქრია ხოლმე, აი შეიძლება მე ახლა ვწდები, რასაც ვამბობ, მაგრამ უბრალოდ აი ჩემი ფიქრები აქეთ არის. როდესაც ხინია, იქ შემთხვევით არავინ არ უნდა შევიდეს, ხომ არ არის? ესეთია ადამიანის განწყობა დამოკიდებული. აი თუ ჭირია, შეიძლება სრულიად უცხოც მივიდეს და მიუსამძიმროს, მოეფეროს. ანუ და პირიქითაც უნდა ჰქონდეს ადამიანს გული ღია, აი ამაზეა ლაპარაკი. შენ რომ გილხინს, იმ ხინშიც უნდა ეცადო, რომ თანაზიარი გყავდეს სხვაც. მაგაზეა ლაპარაკი. ბატონო, ჭირში რა თქმა უნდა მიხვიდე და მოეფერო და თანაუგზნო, ოღონდ ისე კი არ უნდა უგზნო. თანაგზნობა ისე კი არ გამოხატო, რომ დღეს სამწუხაროდ ესეა, რომ შეიძლება ჩვენ მივიდეთ რაღაცა გამოხატოთ ჩვენი თანაგზნობა, მაგრამ წამოვიდეთ და უკვე აღარაფერი გვეტყობოდეს, რომ მეში თანაზიარი. ახლა მაგალითად ჯერ კიდევ მე მახსოვს ჩვენს პატარაობაში, რომ მშობლებიც გვეუბნებოდნენ ხოლმე, რომ ვინმე რომ გარდაიცვლებოდა, იქ რაღაცა თავს ვიკავებდით. ახლა ჩვენ დიდათ ახლა ტელევიზორის ცქერა ისედაც არ გვიყვარდა, მაგრამ აი რაღაც კომპიუტერის ჩართვა იყოთ რაღაც, მოდი არ ჩავთოთ ეს კომპიუტერი, აი რაღაც ტელევიზორი იქნება. მაგრამ დღეს ესე იგი შეიძლება იმ ოჯახშიც კი, სადაც გარდაცვლილი იყო, შეიძლება იქაც 40-მდე ჩვეულებრივ სიმღერაც მინახია ჩართული და ის კი არა, ისიც მინახია ახაც კი ტაძარში, რომ ადამიანები მოდიან, უსამძიმრებენ მერესხედან გარშემო, მიცვალებულის გარშემო და ზოგი Facebook-შია და ზოგი Instagram-ზე და ზოგი აქვე. წარმოიდგინეთ რაზე ლაპარაკობ და ჩვენ ვიზიარებთ ერთმანეთის უხარებას, აი უბრალოდ შეკითხვა რომ დავსვით. მე იმას ვკითხულობ, რომ ვიტყოდით თამამად. ახლა ჩვენ შეგვიძლია რომ თამამად ვთქვათ, რომ ბეთლემის მოსახლეობიდან ჩვენ რო ყოფილიყავით, აი ესე კარს გაუღებდით და მივიღებდით და ყველანაირად ვიზავდით. ერთი ჩვეულებრივი მოხუცი ადამიანი მოდის და პატარა გოგონა მოყვება. აი ესე რომ შევხედოთ მათი მხრიდან, მათ არ გაუღეს ეს კარი. მაგრამ რომ ვამბობ მათ მეტ იქნებ ჩვენ ვართ ის. ჩვენც არ გაუღ. ანუ თუ ჩვენ სადღაც გაგულება გაჭირებული ადამიანი, ვისი დახმარება ჩვენ შეგვიძლია. და არ ვეხმარებით და არც ვნანობთ ამას, მაშინ უკვე ძალიან ეს კითხვის ნიშანი კიდევ უფრო გაიზარდა. გაუღებდით კარს, მე მგონი ვერ გაუღებთ. თუ ვერც ვეხმარებით და ვერც ვნანობთ, აი აქ ორ რამეზეა ლაპარაკი. თუ ვერ ეხმარები და ნანობ, ეს თქვა, ეს გადარჩენის იმედს ტოვებს. მაგრამ თუ არ ეხმარები და არც ნანობ, მაშინ უკვე ძალიან ცუდად არის აქ. სანამ ვინმე გთხოვს დახმარებას, შენ თუ იცი, რომ მას შენი თავი ჭირდება. ზოგი მორიდებულია, ზოგი კივებს. ზოგს შეუძლია, ზოგს გაჭირება ათქმევინებს იმას. დაიმდაბლებს თავს და მოვა და ითხოვს, მაგრამ ზოგი ამას ვერ გააკეთებს. ამიტომ ჩვენ თუ ვატყობ,
ჭირდება, იმის თხოვნა აღარ უნდა გჭირდებოდეს. მეორე კიდე შეიძლება მართლაც ვერ ეხმარები, შეიძლება ფიზიკურად შეგიძლია რომ დაეხმარო, მაგრამ სულიერად გაქვს რაღაცა პრობლემა და ვერ ეხმარები. სულიერ პრობლემაში რას გულისხმობ? სიძუნწე გაქვს, ეგოიზმი გაქვს, უსიყვარულობა გაქვს. ვის ადგილზე ვერ აყენებ შენს თავს, თორე ფიზიკურად კაცმა რომ შემოგხედოს, განაა შეგიძლია დახმარო. ხოდა თუ ვერ ეხმარები და ნანო ეს კიდევ კარგია, თუ ვერ ეხმარები და აღარც ნანო ეს ძალიან. ზოგჯერ პირიქით არის ადამიანს შინაგანად უნდა რომ დაეხმაროს, მაგრამ ფიზიკურად არ ყოფნის ძალები, არც მატერიალურად არ ყოფნის ძალები. მაგრამ მე ამას წინათაც ვთქვი და ეხლაც გავიმეორებ. ჩემთვის ძალიან საყვარელი წმინდანი, წმინდა ალექსი შუშანია. საქართველოში მოღვაწე ძალიან დიდი ბერი, ქართველი. ჩვენ ვიყავით სხვათა შორის, სენაკში რო ვიყავით მოსალოცად, მის მონასტერში ვიყავით. ეს ასეთ რამეს ამბობს. მოწყალე კაცის გული წუხარეაო, როცა ხედავს გასაჭირში მყოფ ძმას და ღონე არა აქვს საშველისაო, ანუ ძალა არა აქვს უშველის. ან მწუხარეა ამის გამო და ეს მწუხარებაო ღვთისა მიერ შერაცხილარ საქმე. ან შენ რომ მწუხარ იმის გამო რომ ვერ ეხმარები, ღმერთმა ეს ჩაგითვალა საქმე, გაკეთებულ საქმეს ჩაგითვალა. იმიტომ რომ ღმერთი ხო ადამიანის გულს უყურებს. შენ გინდა რომ დაეხმარო, მაგრამ რეალურად ძალა არ აქვს. ამაზე ლაპარაკი. და ის სურვილი რომ დაეხმარო და ძალა არ ყოფნის და ამის გამო წუხარ. აი წუხარებაა მთავარია. ეს უკვე საქმეს გეთვლება. თუ ძალა არ გაქვს რომ დაეხმარო და არ წუხარ და ამბობ, აბა რა ვქნა, არ შემიძლია და ვერ ვეხმარები და კარგ ხასიათზე. ეს არ ჩაგეთვალა საქმე. მაგრამ რომ წუხარ იმის გამო რომ ვერ ეხმარებ, აი ეს გეთვლება საქმე. ამიტომ აი ჩვენს გულში რომ დაიბადოს უფალი, ჩვენს გულში რომ შემოვიდეს და ჩვენ ამას წინათაც ვისაუბრეთ, თუ ჩვენს გულში არ დაიბადა, მაშინ ჩვენ მისი შობა და მისი ჯვარცმა არაფერს იკეთეს არ მოგიტანს. ეს ჩვენში უნდა მოხდეს განხორციელდეს. ჩვენში რომ დაიბადოს, ჯერ უნდა დაიბადოს იქ თანაგრძნობა მოყვასისადმი, მიტევება მოყვასისადმი, თანადგომის სურვილი მოყვასისადმი, უნდა სიწმინდე დაიბადოს. ასე იგი ჩვენ გული უნდა დავიცვათ ყოველგვარი უწმინდური აზრისა და ფიქრისაგან. იმიტომ რომ უფალი წმინდაა და უფალი იქ დამკვიდრდება, სადაც სიწმინდეა. მაგრამ ჩვენ ეგრე არა ვართ, სადაც მყრალი სუნია. შენ ცდილობ რომ წვირი მოარიდო იქ არ მიხვიდე. მაგრამ უფალი მაინც მოდის ჩვენს გულში. ოღონდ თუ ადამიანს სურვილი აქვს რომ განიწმინდოს. სადაც უსამართლობა და ადამიანი არ ცდილობს ამისგან გათავისუფლდეს, იქ ვერ დამკვიდრდება. სადაც უსამართლობაა, მაგრამ ადამიანი ფიქრობს, რომ გათავისუფლდეს აქედან სინანულით, აი წაღან ღუმელმა რომ ესე იგი აქ მთელი ამბები ჩაატარა. მოდიო, ნაკოჩხალიო, გავიტანოთო, რომ გოლი აღარ დადგეს. სამთხოვით ეგეც არ ხდება. ადამიანი რო არ ნანობს თავის ცოდვას. აი ღუმელი, ეს ჩვენი მოწყალე ღუმელი, ეს ეხმარება ხოლმე, რომ ფაზი წრემლი ამან მაინც მოადინოს. ცოდვას თუ არ ნანობს, ეს ჩვენი ღუმელი ეხმარება ხოლმე ადამიანებს და რაღაც თხოვნა მიეტევს. ისე ხუმრობით ვამბობ, მაგრამ შემთხვევით არაფერი არ ხდება. ამან უნდა დაგვანახოს, რომ თურმე როგორი საჭიროა ეს სინანულის წრემა. იმიტომ რომ ერთადერთი გადარჩენა ეგ არის. აბა ჩვენ რომელი ვიტყვით, აი მე ისე სუფთად ვიცხოვრებ, რომ სინანული არ გვჭირდება, ეგეთი ადამიანი არ დაბადებულა. ეგეთი ერთადერთი არის იესო ქრისტე, რომელსაც ცოდვა არ ქონია. რომ ღმერთმა მოგვანიჭოს სინანული ყველაფერი იმის გამო, რაც ხეს უშლის უფალს ჩვენს გულში დასამკვიდრებლად. ყველაფერი იმის გამო სინანული მოგვანიჭოს და აი სინანული არის ჩვენი გადამხსენელი და ჩვენში უფლის დამბადებელი, ჩვენი მიმაახლებელი უფალთან, სწორედ ეს სინანული. იმიტომაც უფალი ამას ამბობდა პირველივე სიტყვებში, ასევე წმინდა იოანე ნათლისმცემელიც მანამდე, რომ
შეინანეთ, რამე თუ მოახლოებულია სასუფეველი ცათი. ეს არის ყველაზე მთავარი. მერთმა დალუცილი და გახარებულები გამყოფოთ. შეიწიროს თქვენი ლოცვა უთვალმა და მერთმა მშვიდობით მიგიყვანოს გამისდევის სახურებამდე. თქვენთან ერთს ღმერთი.